მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა. დღეს ჩვენ დავიწყებთ ერთგვარ ბლოკს, გადაცემათ რამ ციკლს. რამდენიმე გადაცემა იქნება მიძღვნილი ერთი თემისადმი. ალბათ ამ თემას შეიძლება დაერქვას ან დაბრუნება, ან შეიძლება დაერქვას აქონდეს და უკეთესი აქონდეს, უმეტესი აქონდეს. რა ხდება? საქმე ეს არის, რომ თანამედროვე სურათმა გვიჩვენა, მსოფლიო სურათმა, რომელიც ბუნებრივია ჩვენს რეალობაზეც აისახება, რომ შეიძლება ამა თუ იმ თვალსაზრისით, როგორც არ უნდა გულისწყდებოდეს მალანს, ვნახოთ, რომ ის რაც მარადიულია, ის რაც წარუვარელი და ღვთაებრივია, შეიძლება მხოლოდ დროებით მიეფაროს თვალს. ყველა მიცით, რომ შეიძლება თვარე ფარავდეს ხოლმე მზეს, თუმცა მათი დიამეტრები ერთობ განსხვავებულია, მაგრამ იმის გამო, რომ თვარე უფრო ახლო დედამიწასთან ვიზუალურად კონკრეტულ წერტილში დედამიწისა, თვარე შეიძლება მთლიანად ფარავდეს მზეს. მზის დავნილებას რო ვეძახით ხოლმე, ხო? შესაბამისად, ხდება ხოლმე, რომ საღვთო ნათელი, რომელიც ინტენსიურად მუდამ მოემართება ჩვენსკენ. ზოგჯერ იჩრდილება ხოლმე, იფარება ხოლმე. აშკარად შესაძლებელი ვერ არის ხოლმე. ზოგჯერ ამას ხელს უწყობენ ხოლმე ადამიანები თვითონ, ზოგჯერ ეს თავისთავად ცხოვრების დინებას მოყვება ხოლმე. მოკლედ, საქმე რა არის? საქმე ის არის, რომ ჩვენ გვინდა გავარკვიოთ, როგორ ხდება ეს დაბრუნება. დაბრუნება შინ. დაბრუნება მამასთან. ეს უძღები ძის თემა, რომელიც შეიძლება მთელ ქრისტიანობას ახლდეს. თან ჩვენ გვისაუბრია ამ თემაზე. თუ ნახავთ ჩვენს შარშანდელ გადაცემებს, იქ ნამდვილად ნახავთ, რაც უძღები ძის თემაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ ვლინდება ის იგივე მსოფლიო ხელოვნებაში, იგივე საბჭოთა ქართულ კინემატოგრაფში, გენიალური ფილმის მიმინოს სახით, გენიალური რომანი სამოსელი პირველი, პაულვიაშვილის მეღორის ლოცვა ერქვა ამ ლექსს თავის დროზე, მაგრამ შემდგომ მოგხსენებათ, როცა კი დააბრუნეს 50-იანი წლების მეორე ნახევარში, 94 წლის შემდეგ ცისფერყანწელების რეაბილიტაცია მოხდა, მაგრამ აი ამ სიტყვამ ლოცვის დაბრუნება არ შეიძლება, ამიტომაც ხდებოდა კორექტირება ცისფერყანწელთა ლექსებისა და იგივე ამ მეღორის ლოცვა შეიცვალა მეღორის სიმღერით. ალიტერაცია საკმაოდ პაულოსეურად ჟღერს, მაგრამ იქ ლოცვა იყო, ხო? და რა თქმა უნდა, აქაც უძღები ძის თემა იყო ამ ლექსში. და სწორედ ეს დაბრუნება, რატო თქვით აქონდეს და უმეტესი აქონდეს, იმიტომ რომ უფალი პირდება კაცობრიობას, რომ ის რაც ჩვენ გქონდა, ოდესღაც ადამს და ევას რაც გქონდათ, იმაზე მეტი გაქნება. დიახ, ჩვენ ვიწყებთ აი ამ ბლოგს და დღეს პირველი გადაცემა ვისაუბრებთ სწორედ ამ თემაზე, გაქცევაზე, წასვლაზე. აქ რამდენიმე რამ უნდა ძალსახად ითქვას. დღევანდელი კაცობრიობა აშკარად ასეთ მდგომარეობაშია, აცნობიერებს, რომ შორს არის იმ სახლიდან, ბუნებრივი მდგომარეობიდან, ბუნებრივი გარემოდან, საარსებო გარემოდან. მაგრამ აი დაბრუნების ვექტორები სხვადასხვა არის. და აი ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ. მაშინ ასე, დავიწყოთ იმით, რაც ყველასთვის ცნობილია, კაცი, ქალი, პირველი ოჯახი. სხვადასხვა ეს ძალიან საინტერესოა. უყვართ ხოლმე ხშირად შეხსენება ჩვენთვის, რომ ქალბატონებს მით უმეტეს, რომ ქალი არის ერთადერთი არსება, ვინც შეიქმნა სამოთხეში. დიახ. მაგრამ ის იქმნება არა ლიტონ არსებად და ამაზე ჩვენ ერთ-ერთ შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ, არამედ ის იქნება კონკრეტულ კონტექსტში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანი არათავისთავად ატომიზირებული, მოკვეთილ, განკვეთილ, ჩამოშორებული, არამედ კონკრეტულ კონტექსტში. და მოდით გავიხსენოთ ჩვენ ადრე ვთქვით, წმინდა წერილის ებრაული ტექსტი გვეუბნება, რომ ადამს შეუქმნა ღმერთმა ქალი,
გავიხსენოთ, რომ ებრაულში იშ კაცი, იშა ქალი, ეს ბოლოში ემატება მდედრობითი სქესის სუფიქსი. ხო? იგივე ოღონდ მდედრობითი სქესისაა. იმის გამო, რომ ბერძნულში იგივე ვარიანტი არ ქონდა და მოგეხსენებათ ეკლესიამ ბერძნული რედაქცია აიღო წმინდა წერილისა. ხო? იქ წერია არა ქალი, არამედ ცოლი. კონკრეტული ბმით, კონკრეტული კონტექსტით. არა ბიოლოგიური მდედრი, არამედ ცოლი. ჩვენ ამაზე ერთხელ შევჩერდებით კიდევ. მაშინ ასე. ადამი, ცოლი, მაგრამ კიდევ ევა არ ერქვა, ევა შემდეგ დაერქმება. ეს ცნობილი დიალოგი დედაკაცისა ცოლისა გველთან, შემდეგ ხდება რაც ხდება. გიხსენებათ და ამაზეც ვისაუბრეთ ჩვენ, რომ მართლმადიდებელი მამები როცა განმარტავენ ამ ადგილს, თუ რატომ აჭამა ამ ქალმა ადამიანს ხე ცნობადისას ნაყოფი. მამები ბრძანებენ, რომ ვერ არ იცოდა რა ემპირიული გამოცდილება არ ქონდა რა სიკვდილთან შეხვედრისა, დედაკაცი ვერ მიხვდა რომ მოკვდა. და გონია რომ ყველაფერი კარგად არის, გარბის ადამიანთან ვინც უყვარს და აძლევს აი ამას. ჭამე. ნახე, ვიპოვე შორტკატი. კიდევ შეიძლება თანამედროვე ახალგაზრდებს გავაგებინოთ ლაიფჰაკი. როგორ გავხდეთ როგორც ღმერთი. და მისი мотивация არ იყო მისი დაღუპვა. არამედ მას რომ ეგონა რომ კარგს ეწია, იმის გაზიარება სურდაო. ძალიან საინტერესოა ამ შემთხვევაში იუდეველ რაბინთა განმარტებით ამბობენ, რომ ოპა იგემარა უცნაური ფრაზა წერია, დაინახაო სიკვდილის აჩრდილი მდგომარე ხესთანო. თუმცა თვალების ახელა მოგეხსენებათ ბიბლიის მიხედვით მერე მოხდება, როცა ორივე იგებებს, ადამიც რო იგებებს, მაგრამ კარგი. და აი ჰაგადა ამბობს, რომ დაინახა დედაკაცმა რომ იქ საჭრილია, ვაი რა მეშველება მე, ღმერთი მე მომკლავს ამ ცოდვის გამო, ადამიანს მისცემს სხვა ცოლს და ამიტომ მიდის და აჭმევს ქმარს, აჭმევს ცხოველებს და ასე შემდეგ. და იქ საინტერესო ფრაზა წერია, მხოლოდ ფენიქსმა არ ჭამაო ქვია ეს ნაყოფი. ამიტომ ფენიქსიო აღდგებაო და ასე შემდეგ. ამ მითებში ჩვენ არ გადავალთ და მითქმედობაში არ შევიჭრებით, ხო? და აი ხდება საინტერესო შემდეგ ის დიალოგი, ეს უნივერსალური, იდეალური გასაუბრება. მგონი ამაზეც ერთხელ გაკვირთ ახსენეთ. ადამი არ მიდის ღმერთთან, ღმერთი მოდის ადამიანთან. ადამი ემალება ღმერთს, ღმერთი ეძახის ადამიანს. ადამი არ პასუხობს სწორად, ღმერთი კარნახობს პასუხს. რა იცი რომ შიშველი ხარ? ნუ თუ შენ ჭამე იმ ხიდან, რომელზეც მე გითხარი რომ არ უნდა გეჭამა. ადამიანს რჩება გოპასუხოს დიახ, მაბადი. ნუ ამის ასult იწყება ხო, აი დედაკაცი რომელიც მომეცი, მან მაჭამა და ასე შემდეგ. და აი ხდება ამათი განდევნა 64-დან. რატომ არის ეს ძალიან საინტერესო? ღმერთი როგორც მამა, როგორც მოძღვარი უბრალოდ არ რეაგირებს დასჯის მიზნით. ღვთაებრივი სასჯელი ყოველთვის რაღაცა ძღვენსაც გულისხმობს. და ძღვენი შეიძლება იყოს ორმხრივ, იმიტომ რომ ადამიანის და ღმერთის ურთიერთობა სინერგიულია, ორივე უნდა მოქმედებდეს. გახსოვთ ჩვენ ერთხელ ვთქვით, რომ თუ ვილაპარაკებთ ადამიანის მიერ შექმნილ რელიგიებზე, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ჩინური ვერსია ბუდიზმისა, რომელიც შემდეგ იაპონიაში გახდა ძენ ბუდიზმი, ხო, ანუ ჩან ბუდიზმი, მაჰაიანას წკრივის ბუდისტური ხედვა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი რაც ადამიანს შეუქმნია. ალბათ შეიძლება ითქვას, რომ სუფიური ისლამი ძალიან მაგარი რამ არის ადამიანს შეუქმნია. შეიძლება რაღაცა კონტექსტში მაზდიანობა იყოს ძალიან მაგარი ადამიანს შეუქმნია. პრობლემა რა არის? რელიგიას ადამიანი არ უნდა ქმნიდეს. ეს უნდა იყოს ორივე მხრიდან
გადადგმული ნაბიჯები ერთობისთვის. სინერგია. ამიტომაც საღვთო სასჯელები ქრისტიანული სწავლებით მით უფრო ეს ყველას მოგესწრებათ, არა მარტო სასჯელი, არამედ ამავე დროს მცდელობაა დახმარებისა. ისევ სინერგიულად ღმერთიც დგამს ნაბიჯს გაგეხმაროს, გადაგარჩინოს, შენც რაღაცა უნდა გააკეთო ამისთვის. მაშინ ასე რა? საქმე რა არის? ადამიანი თვითონ ეძებდა არა იმას, რომ გამختارიყო ღმერთი, გამختارიყო ვისი ხატი და მსგავსებაც იყო, გამختارიყო ისეთი, ამის ნაცვლად ღვთის ხატება და მსგავსებად შექმნილი არსება ხდება ეშმაკის ხატება და მსგავსება, ხო? თვითნებურად ცდილობს იყოს ღმერთი. ოღონდ ერთი პატარა დეტალი გადარჩა, რომ ადამიანი ბოლომდე არ გახდეს ეშმაკი. იმიტომ რომ როგორი ეშმაკი? ცოდვილი არის? არის. ნანობს? არა. უკვდავია? დიახ. ადამიანი ცოდვილია? დიახ. ნანობს? სამწუხაროდ არა. უკვდავია? არა. ერთადერთი ნაბიჯი დარჩა ადამიანს რომ გახდეს როგორც ეშმაკი. ის უნდა გახდეს უკვდავი. დაუფალი ბრძანებს არ გაეწოდოს ხელი უკვდავების ცხოვრების ხისკენ და მაშინ ადამიანი გახდება ზუსტად როგორც ეშმაკი. ცოდვილი, არმონანული და უკვდავი. და სწორედ ამიტომ ამ პედაგოგიიდან გამომდინარე ხდება ადამის და ევას გამოძევება. და ყველა მიცის რომ ადამიანი სულ ცდილობს დაბრუნდეს. მოდით ნახოთ, გადაშალეთ ნებისმიერი ერის, ფოლკლორის, ზღაპრების და მითების სიუჟეტები ადამიანის სურათი საიდანღაც მიდის და ცდილობს დაბრუნდეს. ან აგდებენ და ცდილობს დაბრუნდეს. იძულებულია გაიქცეს და ცდილობს დაბრუნდეს. მარადიული დაბრუნების მითი. მარადიული მოლოდინი და სურვილი დაბრუნებისა. ეს არის საკითხი, რომლის გარეშეც ადამიანები უბრალოდ ფიზიკურად ვერ არსებობენ. ისინი უნდა დაბრუნდნენ. და აი, ბიბლია გვაძლევს ორ მიმართულებას, ორ ვექტორს, ორ შრეს თუ გნებავთ, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ეს დაბრუნების თემა. პირველი, ეს არის თავად ღმერთმა მოიმოქმედა. თუ კი ადამი ვერ ავიდა იქამდე, მაშინ ღმერთი ჩამოდის აქამდე. მაგრამ ადამიანსაც მართებს რაღაცა. აი ეს მუდმივი დაბრუნების მცდელობა, იმის განცდა, რომ ეს გარემო ჩვენთვის ბუნებრივი არ არის. მოდი გავხსენოთ სამყაროს შექმნისას რა მოხდა, ხო? წყალში თევზები, ჰაერში ფრინველები, ხმელეთზე ცხოველები და ადამიანს არ უნდა იყოს. ანუ იმ წინა დღეებში სახელდება სტიქია, ბუნებრივი საარსებო გარემო და არსებები. ადამიანის შემთხვევაში ქნათ კაცი, ხატად და მსგავსად ჩვენის ამბობს ღმერთი. ადამიანის ბუნებრივი საარსებო გარემო არის ღმერთი. და აქ მივდივართ კიდევ ერთ უცნაურ ამბავთან, კი ბატონო, ღმერთი. ღვთაებრივი რეალობა ეს იყო ედემის ბაღი, კი ბატონო, 64. ეს ჩვენი ბუნებრივი რეალობა, იქ ჩვენ უნდა ვიყოთ. მის გარეშე ჩვენ უნდა გქონდეს დისკომფორტი. და როგორ ხდება ამის რეალიზება? 64-ში დაბრუნების რეალიზება. ბრუნდება ადამიანი 64-ში. უნდა ადამიანს დაბრუნება 64-ში. თუ ადამიანი იგონებს 64-ს, რომელიც მას აწყობს. თავარი პრობლემა ჩვენი თანამედროვე საზოგადოების. ჩვენ ვბრუნდებით იმ რეალობაში, რომელშიც უნდა ვბრუნდეთ, თუ ვქმნით ილუზიას იმ რეალობისა, რომელიც ჩვენ გვაწყობს. აი ეს კლასიკური მოდელი, ხო? ადამიანი ირჩევს ღვაწლს, თუ ირჩევს კომფორტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ღვაწლი თუ კომფორტი. და აი პირველი ნიშანი, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანს, როგორ უნდა ამოიცნოს. შენ გეძლევა რეალობა,
რომელშიც შრომა აღარ არის კომფორტი. ხო, 64-ში თქვა, უნდა იზრუნო, დაიცვა, დაამუშაო. 64-ისეული რეალობაა შრომა. და ვინაიდან 64-ისეულია, ის არ გულისხმობს დაღლას, გათანგვას, გატანჯვას. კურთხევა რჩება, რეალობა იცვლება. გარემო შეიცვალა. შესაბამისად, ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დაბრუნება და გზა. სწორი რუკა, სწორი კომპასი. სწორი გიდი, რომ სწორად დაბრუნდეს სახლში. პრინციპში ამას ემსახურება დიდი მარხვა. დიდი მარხვა ეს არის გზამკვლევი, როგორ უნდა დაბრუნდე. რომელსაც დაბრუნდები, გაქონდეს ის, რაც ქონდა ადამიანს და უმეტესი გაქონდეს. აი თუ რამდენად შესაძლებელი არის ადამიანისთვის აი ამ გზის გავლა, ვინ არის უშუალო წინამძღოლი, ვინ არიან თანამგზავრები, როგორია რუკა, როგორ მუშაობს კომპასი. აი ამაზე იქნება საუბარი ჩვენს რამდენიმე შემდეგ გადაცემაში, შეიძლება თანმიმდევრობით არ მიყვეს, როგორც ჩვენს წინა ზოგიერთი ბლოგში იყო, ხო, რომ თანმიმდევრობით არ მიყვებოდა გადაცემები ერთმანეთს, მაგრამ თემატურად ხვდებოდით, რომ დასათაურებით შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე, როდესაც ბლოგს კრავს რაღაც კონკრეტული გადაცემების ერთობა. ასე რომ აი ამ მიმართულებით ვისაუბრებთ ჩვენ რამდენიმე გადაცემის განმავლობაში და პირველი გადაცემა სწორედ დაეთმობა იმას, თუ როგორ უნდა დავიწყოთ დაბრუნება. როგორ გზას, რუკას, მაშველს, კომპასს გვთავაზობს ეკლესია. რატომ არ მნიშვნელოვანი ეს დღევანდელი ცხოვრებისთვის? იმიტომ რომ დღევანდელობაში სამყარომ შექმნა საოცრად დახვეწილი ვერსია აცდენილი ორიენტირებისა. ადამიანის წადილი, შიმშილი დაბრუნებისა გამოყენებულია ის, რომ ადამიანის სულ სხვაგან წავიდეს. სულ სხვა რამ ჭამოს, სულ სხვაგან ეგონოს, რომ მიაღწია ნავსაყუდელს. კონკრეტულად კი ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს შემდგომ რამდენიმე გადაცემაში. ახლა ვფიქრობ ამჯერად გმარა ამ თემასთან დაკავშირებით, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.